მოგესალმებით, მეგობრებო. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი პოზიტიური კომენტარებისათვის, პოზიტიური გამოხმაურებისათვის, თითოეული ლაიქისათვის და იმ პოზიტიური ემოციებისათვის და ენერგიებისათვის, რომელსაც ვატრიალებთ ჩემს არხზე. უღრმესი მადლობა. არხის მაყურებლებო, თქვენ კი მინდა გთხოვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეოების სრული შემთხვევაში, რა თქმა უნდა, და დამიწერეთ კომენტარები. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა კი იქნება თქვენი ურთიერთობის ანალიზი, დიაგნოსტიკა, როგორც გნებავთ. პირველ რიგში მინდა თქვენ აგწეროთ, როგორი პიროვნება ხართ, ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს. შემდეგ აღწერ პიროვნებას, რომელსაც ჩაიფიქრებთ და თუ რეზონირდება, შეგიძლიათ განაგრძოთ ვიდეოს ყურება. ეს ყველაფერი იქნება ნაკადში, რასაც მეტყვის ტაროს არკანები, იმას კი ამბობთ. შესაძლოა ყველაზე არ რეზონირდეს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მიყურებს. ვისაც რეზონირდება, განაგრძეთ ვიდეოს ყურება და მიიღებთ აუცილებლად სასურველ მესიჯს. კონცენტრირდით თქვენს პიროვნებაზე. ჩვენ კი დავიწყოთ გაშლა. როგორი ადამიანია, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს? მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეხლა მე მიყურებს სულიერად ძალიან მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანი. ამოვიდა იეროფანტის არკანი, უმაღლესი არკანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ სულიერად ისეთ მაღალ დონეზე დგახართ, რომ სხვა ადამიანებსაც შეგიძლიათ მისცეთ რჩევა, დარიგება, ფლობთ ისეთ ცოდნას, რომელიც ყველა ადამიანისათვის შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი. ხართ ძალიან ერთგული, მგრძნობიარე, შესაძლოა წყლის სტიქიის წარმომადგენლები მიყურებდეთ, ემოციური ადამიანი, მეოჯახე, კარგი საქმენი პარტნიორი, საიმედო საყრდენი. მაგრამ თქვენ ძალიან ადვილად შეგიძლიათ საკუთარი თავისა და საკუთარი საზღვრების დაცვა. ყოველ შემთხვევაში ეხლა ხართ იმ საფეხურზე, როცა ეს თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ხმალ ამოღებულსაც კი. კიდევ როგორია? ძალიან სამართლიანი. ძალიან მაღალი არკანები ამოვიდა. როგორ მიხარია, რომ ჩემი მაყურებლები არიან ესეთი სულიერად და პიროვნულად განვითარებული ადამიანები. თვით იმპერატრიც საკვესტუმრა, იმპერატორი ქალი. ძალიან სამართლიანი ადამიანი ხართ, სამი მაღალი არკანი ამოვიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ, ღრმა შინაარსის მქონე, რაღაც საინტერესო წიგნივით ხართ, რომელსაც კითხულობთ და არ მთავრდება და არ იწურება. ძალიან ჰარმონიაში ხართ მიწის სტიქიასთან, სამყაროსთან, ყოველ შემთხვევაში ამ წუთას, ამ ვიბრაციებში შესაძლოა იმყოფებით, რაღაც ჰარმონია არის თქვენში, სულიერი სიმშვიდე, ბალანსი და მატერიალურადაც საკმაოდ მყარად შესაძლოა იდგეთ. შესაძლოა ამ წუთას ებღაუჭებით რაღაცას, ან ურთიერთობას, ან სამსახურს. მოკლედ, თუ ესეთი ადამიანები მიყურებთ, შეგიძლიათ განაგრძოთ ვიდეოს ყურება. ხა მე აღწერ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, თუ ისიც რეზონირება, ესე იგი გაშლად არის თქვენი. რაც კარგ განწყობაზე დამაყენე ძალიან ამ არკანებმა და იმ გოგონებმა, ვინც ახლა მიყურებენ თავენთი პოზიტიური ენერგიებით. ვაუ. მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ძალიან საინტერესო ადამიანი არის.
შესაძლოა იყოს ჰაერისტიქია, ან კონდეს ჰაერისტიქის გავლენა, ან მეგობრებო ამ წუთას იყოს ისეთ ენერგიებში, როცა კონტაქტზე არ გამოდის თქვენთან. ეს პიროვნება შესაძლოა მუშაობდეს სახელმწიფო სტრუქტურაში, რაღაც წამყვან პოზიციაზე, ადამიანის სინამდვილეში რამდენადაც რაციონალური აზროვნება აქვს, იმდენად მგრძნობიარე, არ ვიცი, რაღაცნაირად მგრძნობიარეც არის ეს ჩანს არკანებიდან, რაღაცა პოზიტიური ადამიანი მე სტუმრად დღეს, ძალიან მხიარულების, დროს ტარების, კეიფის, სასიამოვნო გარემოს მოყვარული, ამავდროულად ძალიან ძლიერი, ძალიან მოაზროვნე, ძალიან ინტელექტუალი. თუმცა ამ წუთას შესაძლოა ეს პოზიტიური, ძლიერი და ყოვლისშემძლე ადამიანი იყოს ძალიან მძიმე ენერგიებში და ეს უკავშირდება საყვარელ ადამიანს. ურთიერთობას, რომელიც ამ წუთას ისეთი ფერადი და ლამაზი აღარ არის, როგორიც დასაწყისში იყო. მოკლედ, თუ ესეთი ადამიანი არის თქვის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, შეგიძლიათ განაგრძოთ ყურება. ნებისმიერ დროს, როდესაც ამ ვიდეოს დააჭერთ ხელს, რა დროც არ უნდა იყოს გასული ვიდეოს ჩაწერიდან, ის თქვენზე რეზონირდება. ანუ ყოველთვის აქტუალური იქნება. და მოისმენთ იმ ინფორმაციას, რაც იმ მომენტში თქვენ გჭირდებათ, რომ მოისმინოთ სამყაროს უმაღლესი ნათელი ძალებისგან. კი ბატონო, გავარკვიეთ, ეხლა მაინტერესებს თვითონ ურთიერთობა ეხლა რა ეტაპზეა? ანუ რას გადის, რა პროცესებს გადის? მეგობრებო, გრძნობები არის ამ ურთიერთობაში. რა ეტაპს გადის? რა თქმა უნდა, ისეთი ფერადი და ლამაზი აღარ არის ურთიერთობა. ალბათ ასეთი რო იყოს, ეხლა არ დაგჭირდებოდა თქვენ ამ ვიდეოს ყურება და პასუხების ძებნა ჩემგან. რადგან მამაკაცი შესაძლოა ამ წუთას იყოს ჩაკეტილი და იცავდეს თავის საზღვრებს და იყურებოდეს სხვა მიმართულებით, ან მისი მხრიდან ამ წუთას გარკვეულ манипуляციებს აქვს თქვენთან მიმართებაში, ადგილი ეს ადამიანი კონკურენციაში ახლა თქვენთან, მაგრამ ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ ძლიერი გრძნობები და ძლიერი მიჯაჭვულობა, მეგობრებო. კონკურენციაში ხართ ახლა არის გადის ურთიერთობა იმ ეტაპს, როცა ორივე რაღაცა манипуляციის ხერხებს იყენებთ ერთმანეთის მიმართ და აქვს რაღაცა კონკურენციას ადგილი. მაგრამ ეს ორივესთვის ძალიან მძიმეა. რას გრძნობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ, კიდევ უფრო დეტალურად რო დავინახოთ, რას გრძნობს, გასაგებია ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ, გრძნობები, ვნებები, რას გრძნობს. ძალიან დიდი ვნებები ამოვიდა, ძალიან დიდი ვნებები, რამდენჯერაც არა ავჩეხე, მაგრამ ამ ვნებების მიუხედავად უნდა გითხრათ, რომ რამდენჯერაც არ ავჩეხე ტაროს დასტა, იმდენჯერ ტაროს ესე ვთქვათ, ბოლოს ამოვიდა ერთი და იგივე არკანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დასტის ბოლოს იმაზე მეტყველებს, რომ ურთიერთობა ამ წუთას არის ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ორივე პიროვნება სხვადასხვა მიმართულებით იყურებდით და ვერც ერთი ვერ ამჩნევთ იმ შანსებს, რაც რეალურად აქვს ამ ურთიერთობას. არც ერთი არ იყურებით ერთმანეთის მიმართულებით, არც ერთს არ გესმით ერთმანეთი. თქვენ ცდილობთ, რომ მიაწვდინოთ მას სხვა, მაგრამ ის სხვა მიმართულებით იყურება და უბრალოდ არ ესმის. ანუ იმ ფაზაშია, როცა ერთმანეთის უბრალოდ არ გესმით, თუმცა მას აქვს ძლიერი ვნება თქვენს მიმართ, ძალიან ძლიერი ვნება, აცნობიერებს, რომ ურთიერთობა მუდმივად წველზე ტრიალებს და რაღაცა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს, მაგრამ ზუსტად ვერ ხვდება რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს. მისთვის თქვენ ხართ ძალიან ვნებიანი, ცეცხლოვანი ქალბატონი. აღნიშნეთ წეღან, რომ შესაძლოა წყლის სტიქის წარმომადგენლები მიყურებდეს, მაგრამ შესაძლოა ცეცხლის სტიქის წარმომადგენლებიც ყავდეს ახლა მაყურებლები, რომლებიც ან ეს ადამიანი თქვენ ამ ორ ენერგიაში იყოთ, რაღაცა სიყვარულის ემოციებში, გრძნობებში და ვნებებში ერთდროულად, რატომაც არა.
თulis რომ ძალიან სასურველი ადამიანი ხართ მისთვის, ძალიან სასურველი, ძალიან ნებიანი, ძალიან ენერგიული, ძალიან მიზანდასახული და რასაც დაისახავთ მიზნად, ყველაფერს აღწევთ. კი ბატონო, გასაგებია, ვნებები ამოვიდა, გრძნობები ამოვიდა. თუ გრძნობები და ვნებები აქვს, მაშინ რა აძლევს საშუალებას, რომ გადმოდგას თქვენსკენ თამამი ნაბიჯი, დამანახეს სიმართლე. მეგობრებო, როდესაც მე ვიძახი რაღაცა კონკრეტულს, მაგალითად, რატომ არ დგავს ნაბიჯს და მე ვხსნი, რატომ არ დგავს ნაბიჯს, თქვენ ზოგიერთი თქვენგანი მაინც მიწერთ ხოლმე, რომ თუ გრძნობები და ვნებები აქვს, მაშინ რატო არ დგავს ნაბიჯს. ყოველთვის ვხსნი, რატომ არ დგავს ნაბიჯს და მინდა ახლა გარკვევით თქვა უფრო. ანუ ეს ადამიანი თulis, რომ ეს ურთიერთობა არის საბედისწერო ურთიერთობა. შეიძლება ესე დეტალურად, ესე ზუსტად ეს სახელი არ დაარქვას, საბედისწერო ურთიერთობა, მაგრამ ხვდება, რომ ეს ურთიერთობა არის რაღაცა ისეთი, რამაც დიდი ტრანსფორმაციები გამოიწვია მასში და შემთხვევით არ მომხდარა. თulis, რომ თქვენ ხართ შანსი მისთვის. შანსი. შეხედეთ, სამყაროსგან ხელით გამოწოდილი შანსი. მაგრამ ადამიანი ასევე თulis, რომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ ურთიერთობას. ძალიან ბევრი ჩადო ამ ურთიერთობაში. თვითონ ასე თulis, რეალურად თქვენ შეიძლება ასე არ ფიქრობდეთ, მაგრამ ის ასე თulis, რასაც მე მიჩვენებს ახლა ტაროს არკანები. და ამ ურთიერთობამ ვერ მოიტანა ის შედეგები, რაც თვითონ უნდოდა. ამიტომ ახლა შეხედეთ, ეს ადამიანი რა არ აძლევს საშუალებას, რომ გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯი. რა არ აძლევს და უსაფუძვლო ფიქრები. არსაიდან მოტანილი ფიქრები, რაღაცა ისეთი, რაც რეალობას არ შეესაბამება. შესაძლოა ეს იყოს ეჭვიანობა თქვენს მიმართ. შესაძლოა საზოგადოების აზრზე ფიქრობდეს. შესაძლოა ოჯახის წევრების, დანარჩენი წევრების აზრი იყოს მისთვის მნიშვნელოვანი და აფერხებდეს ეს, რომ თამამად გადმოდგას ნაბიჯი. გარდა ამ ფიქრებისა, კიდევ რა შეიძლება იყოს. არ ვიცი მეგობრებო, ძალიან თბილი გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. ზოგადად ესე არ მიყვარს ხოლმე თქმა, მაგრამ შესაძლოა სხვა ადამიანების მხრიდან ამ ადამიანზე კონდეს გარკვეულ მანიპულაციებს ადგილი სხვა ადამიანების მხრიდან. არ ვიცი, ეს შეიძლება ენერგეტიკული ზემოქმედება იყოს, დესტრუქციული რაღაც პროგრამები, ეგრეთ წოდებული ჯადოც, არ ვიცი მეგობრებო, ესე თქვენ ძალიან ბევრი მიყურებთ და ის ისეთი ბრალდება, ესე თამამად ვერ ვიტყვი, თუმცა შესაძლოა რაიმე სახის მანიპულაციურ ან მაგიურ ზემოქმედებას კონდეს ამ ადამიანის მიმართ ადგილი. არ ვიცი, თქვენ თავზე მოარგეთ, თქვენ თვითონ მიხვდებით უფრო რამდენად შეესაბამება რეალობას. ჩემი მხრიდან ეს არ არის არავის მიმართ ბრალდება, შესაძლოა ეს იყოს რაღაც მანიპულაცია სხვა ადამიანების მხრიდან, ან პირდაპირ ენერგეტიკული ზემოქმედება, ან ეგრეთ წოდებული ჯადო, ან რაღაცა დესტრუქციული ენერგიები გაშვებული მასთან მიმართებაში. ბოლოს და ბოლოს რო დაალაგებს ყველაფერს, გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს ეს ადამიანი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ეგ მაინტერესებს, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გადმოდგავს თუ არა ნაბიჯებს თვითონ. ვაუ, მეგობრებო, ძალიან ღელავთ, ან ეს ადამიანი ღელავს თვითონ ძალიან. ვარას მეტყვი გადმოდგავს. კი ბატონო მეგობრებო, რა ვიცი, ჩემთან ესე ჩანს, რომ აუცილებლად გადმოდგავს ნაბიჯებს. ვინაიდან თქვენ გაქვთ ისეთი ენერგეტიკა, რომ დაძლევს ამ ყველა დაბრკოლებას აბსოლუტურად და ეს ადამიანი თამამად გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯებს, რაც თქვენ მოგიტანთ, შინაგან სიმშვიდეს,
რაღაცნაირად უსაფრთხოების განცდას და თქვენი ძალის დაბრუნებას, რომელიც გავშვით მისი მისამართით და გაცლიდათ ეს უპასუხო გრძნობა ძალას. თქვენ აუცილებლად დაიბრუნებთ თქვენს ძალას და ენერგიას. არკანი ძალა. მე კი ამით ვასრულებ გაშლას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.